უკვე მოისმინა უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგი. კოტე, მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო. ერთის მხრივ ინფორმაციაზე, რაც დღეს გახმოვანდა, ნივთიერებაზე, რომელიც დასახელდა, ერთის მხრივ გამხსნელი ნივთიერება და ასევე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენეს და შემდგომ უკვე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას სამომავლოდ, სადაც დასახელებულია მუხლი უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. გამარჯობა, პირველ რიგში საინტერესო არის ის, რომ ამ დღეების განმავლობაში გავიგეთ ჩვენ, რომ ჩვეულებრივი CS გაზი, ანუ რაც ლეგალური არის, შესაძლებელია 34-39-ში იყოს, ოღონდ გახსნილ მდგომარეობაში უკვე, როდესაც სავარაუდოდ ამბობენ, რომ TC-ში იყო გახსნილი. აქ ალბათ ქიმიკოსები არიან ჩასართავი, რამდენად რეალურია, რომ აი ეს კანცეროგენული ნივთიერებიდან გამოაცალკევონ მერე CS გაზი და შეძლონ, ასე ვთქვათ, არათხიერ მდგომარეობაში გადაყვანა და მერე თავიდან გახსნა თხიერ მდგომარეობაში, იმიტომ რომ რაც ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუ ენიჭება CS გაზს, ასე ვთქვათ, ეს კოდი 34-39, BBC-ში ფიგურირებს, უნდა იყოს ის თხიერ ფორმაში და არა ფხვნილის ფორმაში. ეს საყურადღებო არ და ალბათ საინტერესო იქნება თუ ქიმიკოსებს და ვინც უფრო მეტად ერყვება ამ საკითხში ჩართავთ, რამდენად შესაძლებელია ეს, რომ ფხვნილის ფორმაში უკან გადაიყვანო, როდესაც უკვე გახსნილი არ ნივთიერება და თხიერი ფორმა არის. მეორე, რაც შეეხება კონკრეტულად სანდოობის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, ვერიფიკაცია მოხდეს ყველა იმ დეტალის, ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდეს და ნიშანდობლივია, რომ სავარაუდოდ ამ პასუხის მოსაფიქრებლად სჭირდებოდათ დრო, რომ დაებნიათ ჩვენი მხარე და კონკრეტულად რაღაც ფოკუსი არეულიყო, ხო? რაც შეეხება 79 მუხლის გაგრძელებას, პირველ რიგში ეს დღეებია ვამბობ, რომ ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომი ვერ შეიძლება გახდეს ვერანაირი დევნის საფუძველი, არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი და იმედია ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიური პერსონალი, ექიმები, არაექიმები, ის ადამიანები, რომელიც ნებისმიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან, უფრო მეტად დაიწყებენ საუბარს, ხმამაღლა დაიწყებენ საუბარს, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, თუმცა რამდენადაც ბრიფინგიდან გავიგეთ, ასევე იმ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია, ერთ-ერთი ინფორმატორი იყო BBC-ს, უკვე მის მიმართ დაიწყეს დევნა ოღონდ სხვა მუხლით, ხო, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რაც ასევე კიდევ უფრო როგორ თქვა, სანდოობას კიდევ უფრო დაბლას წევს, ხო, ამ გამოძიების ვიდრე ამყარებს. იქიდან გამომდინარე, რომ 2 თვის მერე, როდესაც BBC-ს ფილმში ნახეს ადამიანი, მიაწერეს კონკრეტული საქმე, რომელიც უკვე 2 თვის წინ დაიწყო, ხო, და ეს უცნაურია მინიმუმ და კითხვებს უნდა აჩენდეს მათ ამომრჩეველშიც კი. მაყურებელს ვეტყვი, ეს არის ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ასევე იყო BBC-ს ფილმში და დღეს სუსმა თქვა, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ასევე სხვა საქმეზე არის დაწყებული გამოძიება და მოკლედ ამ მიმართულებითაც არის ის სამიზნე, თუმცა ბრალი არ არის წარდგენილი, სუსში უბრალოდ დაუკავშირეს ლაშა შერგელაშვილის სხვა სისხლის სამართლის საქმეს. თუმცა კოტე, პირველ ნაწილს მე კიდევ უფრო დავაზუსტებ, რადგან შემდგომი ექიმი გვეყოლება ჩვენ და საინტერესოა მოვისმინოთ, ანუ თქვენ CS გაზი, რაზეც საუბრობთ, ეს არის ის ნივთიერება, რომელიც დღეს დასახელდა ქროლობენზილით მალონონიტრილი და ასევე გამხსნელი ნივთიერება პროპილენ გლიკოლი. კი ბატონო, ანუ პროპილენ გლიკოლი მედიცინაში ხშირად გამოიყენება, იმიტომ რომ ხშირი პრეპარატების მომზადებაში და სხვადასხვა იმაში არის. უბრალოდ აქ საკითხა ვიცით რა არის, არ ვიცი ზუსტად ჩამოვაყალიბეთ თუ არა და მითხარით, ხო? თუ CS გაზს ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ CS გაზი თუ ის 34-39 კოდის ქვეშ გადის, ესე იგი ის უკვე არის თხიერ ფორმაში და არა ფხვნილის ფორმაში შეძენილი. რამდენადაც ბრიფინგიდან გავიგეთ, ამოღებულია ფხვნილი.
ხო და შესაბამისად აქ საინტერესოა კოდი იყო არასწორად მიწერილი იყო გახსნილი და მერე გადაიყვანეს და ქიმიკოსებიც აქ იმიტომ უნდა ჩარცოთ რომ რამდენად შეიძლება ფხვნილის ფორმიდან გადაყვანა სიტყვაზე TCE-ში გახსნა და მერე იმის გადაწყვეტა რომ TCE არის კანცეროგენი და მოდი აქედან გამოვყოთ ცალკე CS გაზი ისევ კრისტალების სახით და ფხვნილი გაურიოთ მერე პროპილენ გლიკოლში. ხო, ეს იქნება გასარკვევი, რამდენად შესაძლებელია ქიმიურ დონეზე, იმიტომ რომ მე არ ვარ ქიმიკოსი, არც ფარმაცევტი და შესაბამისად ამაზე დეტალურად ვერ გავცემ პასუხს, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ეს არარეგულარობა დავინახე. დანარჩენი კი ბატონო, აი ითქვა რომ ნიმუშის სახით ამოღებულიაო 17 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა, ნუ ფხვნილის სახით. არის ამოღებული მაგ ეს არის ზუსტად რომ იყო რამოდენიმე ადამიანი რომელსაც საჯარო წყაროებით მოიპოვა ეს ინფორმაცია რომ შეიძლება იყოს გახსნილი ოღონდ უკვე თხიერ ფორმაში და როდესაც არის ფხვნილის ფორმაში ჩვეულებრივად კოდი არის თუ სწორად მახსოვს დავწდები 34-58 რომელიც სხვა კოდი არის ხო და ეს დასაზუსტებელია და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყველამ და ალბათ თქვენ გირჩევდით რომ ამ კითხვაზე პასუხი რას მოგცემს რა სინათლე შეიტანს ამ საკითხში იცით რა არის უნდა დაზუსტდეს ანუ რამდენად შეიძლება რომ ანუ ჩვენ დოკუმენტები უნდა გასაჯაროდეს პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ ვიცოდეთ კოდი მართლა რა იყო დატანილი მერე კოდი შეეშალათ თუ თხიერი ფორმით იყიდეს ეს ნივთიერება და მერე გადაიტანეს ფხვნილის სახით და თუ ქიმიურად შეუძლებელი არის ამ პროცესის ჩატარება ან ისეთ მაღალ ტექნოლოგიურ პროცესებს მოიცავს რომელიც საქართველოში არ არის მაშინ მივხვდებით რომ ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ სიცრუე და რაღაც კონკრეტული ლაფსუსია მათ ლოგიკაში ხო და ბუნებრივია როცა 6 დღეა კითხვა ისმის და ამ პროცესში არაფერი არ ითქვა ყველაფერს ამბობდა ხელისუფლება გარდა მთავარ კითხვაზე პასუხისა ბუნებრივია ამ პროცესს ისედაც ჰქონდა ნდობის ასე ვთქვათ ნაკლებობა თუმცა მინდა ასევე დავუბრუნდეთ თქვენს საკითხს ხელისუფლება ამ 6 დღის განმავლობაში ამბობს რომ თქვენს კვლევას დაეღრთნო BBC არა და ეს მარტივად გადასამოწმებელი ისედაც, მაგრამ მე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ბოლო დღებში ასევე მოვისმინეთ, წავიკითხე მოსაზრებები, რომ კვლევა, რომელიც არის ნახსენები და რომელზეც თქვენ საუბრობთ აი ამ გამოძიების პროცესში, არის პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი, რომ იწყება თითქოს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიმოხილვით და შესაბამისად აქ გაბრალებენ მიკერძოებას, შესაბამისად ამას იყენებენ თქვენს წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ ამაზე გითხრათ? პირველი რაც უნდა ვთქვათ, ჩემი მიკერძოება არ მიკერძოებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რედაქტორი ადამიანები, რომლებიც შემდგომ რეცენზიას უკეთებენ ამ ნაშრომს, ისინი არიან დარგის სპეციალისტები და არა კოტეს მეგობრები. პირველი აქედან დავიწყოთ, ხო? ან რომელიმე მკვლევარის მეგობრები და შესაბამისად ისინი თუ ჩათვლიან რომ ნაშრომი არის გამოსაქვეყნებელი, ის უნდა გამოქვეყნდეს. მეორე ობსერვაციული კვლევების ზოგადად სტანდარტი შედის ის, რომ დეტალურად უნდა აღწერილი იყოს სიტუაცია, რომელშიც მოხდა რაღაცა კონკრეტული ჩარევა ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაუძახოთ აი კონკრეტულად დაშლის აგენტების გამოყენება, კანონიერი იყო ეს არაკანონიერი, ამაში ჩვენი ნაშრომი არ შესულა, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებდა რა ტიპის განგრძობითი მოვლენები დარჩა პაციენტებში. და მეორე ნაწილი ხო, პრინციპში ეს არის, რომ ანუ ისედაც უნდა ახსნა სტანდარტი, კონკრეტულად თუ შენ კონტექსტი არ ახსენი ობსერვაციული კვლევისას ის ვერ ჩაითვლება სრულყოფილად და შესაბამისად ჩვენ ამ სტანდარტს მივყვებით კაცრად, იქ მიკერძოება არ მიკერძოებას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? კი ბატონო, მე ბევრი ლიტერატურა ვერ ვიტყვი რომ წაკითხული მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა რაგიღა ეს კითხვა გაჩნდა, მაყურებელს წავუკითხავ რევაზ ბოჭორიშვილი არის საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, რომელიც ასევე ამბობს რომ სამედიცინო სტატიაში პოლიტიკური შესავალი არ კეთდება, როცა ამას ამბობ, არ წაკითხავს ლიტერატურა და არ იცი როგორ მოიძიო უამრავ სტატიას ახლავს ასე ვთქვათ წანამძღვრება პოლიტიკური
პოლიტიკური შესავალი და შესაბამისად არაბუნებრივი მისი მტკიცებით ამ პროცესშიც, როგორც თქვენ ამბობ, არაფერი უნდა ყოფილიყო. რას ელოდებით მაქვს კითხვა, რაგიღა ხელისუფლება უკვე ღიად ამბობს, პოლიტიკური პირებით და ახლა უკვე სუსი, რომ მტრულ საქმიანობაში დახმარება შეიძლება იყოთ ამ მიმართულებით თქვენ მთავარი სამიზნე. რა არის თქვენი მოლოდინი? გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაბარებული, ხო, როგორც მკვლევარები, ასევე მონაწილეები და შესაძლებელია იყოს ეს ყველაფერი უბრალოდ დაშინების ტაქტიკა, თუ მეტი იქნება გავიგებთ ამ დღეებში, ხო? და შეგიძლიათ შევაფასოთ ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, თუ კი თქვენ ჩაატარეთ კვლევა, რომელიც არიძიებს იმას, რაც გამოიძია BBC-მ, ვთქვათ, თუმცა ამ კვლევის შესახებ, თუ კი ესაუბრეთ ტელეკომპანიებს, გააზიარეთ ინფორმაცია, ესაუბრეთ საერთაშორისო საზოგადოებას, ეს შეიძლება გახდეს ან ხელისუფლება მიიჩნიოს მტრულ საქმიანობაში დახმარებად. რას ამბობს ხელისუფლება? ამ მხრივ მაგას ვამბობ, რომ აკადემიური თავისუფლება არის ახლა თავდასხმის ქვეშ, არა მარტო ამ მხრივ, ის ბრჭყალებში რეფორმები, რაც იგეგმება, ასევე ამას ემსახურება, რომ კონკრეტული აკადემიური თავისუფლებები შეიზღუდოს ადამიანების კუთხით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება, ხო და ბევრი მკვლევარი როდესაც რაღაც საკითხს იკვლევ და შემდგომ ამ სამეცნიერო ნაშრომად აქცევ ამას, ეს ვერანაირად ვერ უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული სამართლებრივი ან პოლიტიკური დევნის საფუძველი, მით უმეტეს, რასაც თქვენ ამბობთ იმ მუხლით. ხო, აქედან გამომდინარე ამ მხრივ უნივერსიტეტები უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ, პროფესორები უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ, ექიმები, რომლებიც კვლევაში არიან ჩართული, ნებისმიერ ტიპის კვლევაში უნდა ხმამაღლა საუბრობდნენ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ადამიანს რაღაც უბრალოდ მთავრობას არ მოეწონოს კონკრეტული ადამიანის კვლევა და ეს ადამიანი მერე ამ ადამიანის დევნა დაიწყოს. ხო, ესეთი მსგავსი დევნის მაგალითები საქართველოში არ ვიცი რამდენად არის, თუმცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მასშტაბით არის უამრავი ადამიანი, ვინც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის გამო იყო პოლიტიკურად დევნილი, იქნება ეს ვალერი ლეგასოვი, თუ იგივე აღარ მახსოვს სახელი და გვარი ბატონმა რევაზ ბოჭორიშვილმა გააზიარა, ისევ კონკრეტული ფსიქიატრის კარიუკინი იყო, მე მგონი მისი ისტორია და აი ამას უფრო ყურადღებით უნდა უყურებდნენ ადამიანები და უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ ქვეყანაში. და კოტე ბოლო კითხვას დაგისვამთ, მადლობა რომ დროს გვითმობთ საჭესთან ხართ. რაგიღა ხელისუფლების პროპაგანდა ყველა მიმართულებით და დიდი რესურსია დახარჯული, მათ შორის თქვენი დისკრედიტაციისთვის, შეიძლება ეს ბევრჯერ გითქვამთ, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ ბოლოს. ერთის მხრივ არის კითხვა, თქვენ როცა ინტერვიუს აძლევდით BBC-ს, ესაუბრებოდით თქვენს კვლევაზე, იცოდით თუ არა მისი გამოძიების სამიზნე ან მიზანი რა იყო და რას იძიებდა თუ არა მათ შორის აი ამ ქიმიურ ნივთიერებას და მეორეს მხრივ თქვენი კვლევა საუბრობს თუ არა ამ ნივთიერებაზე? ჩვენი კვლევა ამ საკითხზე არ საუბრობს და სამთავრობო პროპაგანდის მთელი ხაზი იყო აგებული იმაზე, რომ დაეკავშირებინა თითქოს BBC ჩვენზე დაყრდნობით ამბობდა, რომ გამოიყენეს კონკრეტული აგენტი. რაც არ შეესაბამება სიმართლეს და რომ გადავამოწოთ 26 წუთიდან და 12 წამიდან იწყება ის კონკრეტული ნაწილი, სადაც საუბარია კონკრეტულ შესყიდვის დოკუმენტებზე, ინვენტარიზაციის ცხრილებზე, ინფორმატორებზე და შესაბამისად ეს ადამიანები არიან უკვე ასე ვთქვათ, დასახელებული იქ, ზოგი ინფორმატორი არ არის დასახელებული, მაგრამ ნათქვამია, რომ დამოუკიდებლად მოხდა მათთან ვერიფიკაცია ამ დოკუმენტების და ინფორმაციის, რაც მათ მოიპოვეს და შემდგომ ვარაუდია გამოთქმული, რომ შესაძლებელია ერთი გამხსნელი თისი იყო გამოყენებული, რომელიც კანცეროგენია და მეორე გამოყენებული იყო CS გაზი, რომელიც ასევე უბრალოდ UN 34-39 შორის რაღაც კონკრეტული ნივთიერება და სავარაუდო შეიძლება იყოსო ესო, ამიტომ მსგავსია, ხო? ჩვენს კვლევაში მსგავსი რამ არ თქმულა და პირველი შეკითხვა დამოვიწყდა რა იყო.
მე მაინტერესებდა იცოდით თუ არა რაზე რას იძიებდა BBC. ხო, როგორც არაერთი ინტერვიუში ვთქვი, იმავე დღეს კამიტის შესახებ ზოგადად გავიგე იმ დღეს პირველად. შესაბამისად, მე ვერანაირად ვერ მოწოდინებოდა კონკრეტულად რა ნივთიერებაზე იყო ეჭვი და რაზე მიმდინარეობდა გამოძიება, ხო? კეთილი, მადლობა კოტე, მადლობა კოტე ჩახუნაშვილს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში.